გადაეცით თქვენი გონება ქრისტეს. წმინდა წერილში დაწერილია, ის ვინც თავის სულზე ბატონობს, ქალაქის დამყრობს სჯობს. თქვენი გონება ან სამოთხეა, ან ჯოჯოხეთი, რომელია მათგან თქვენი? ქრისტესთან როცა მიდიხართ, მას უნდა გადასცეთ თქვენი გონება. წმინდა წერილში ძალიან ბევრია დაწერილი გონების შესახებ. უფალი უნდა იყოს თქვენი გონების მმართველი. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ წერილში წერს: აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულია, რაც საქებარია, ყოველივე რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ. სწორედ ასეთი ფიქრები უნდა გქონდეთ. წმინდა, საოცარი, მართალი ღმერთის შესახებ. სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ქრისტე. ჩვენი გონება მისკენ უნდა იყოს მიპყრობილი. ბევრის გონება დღეს სიამაყით, რისხვით, შურით, ეჭვიანობითა და გულის თქმითაა სავსე. წამალი კი ის იქნება, ქრისტეს თუ მივცემთ უფლებას, მართოს ჩვენი გონება და ყველა აზრი დაიმორჩილოს. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ქრისტეს გონება, ქრისტეს აზრი უნდა გქონდეს. თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. გიყვარდეს უფალი მთელი შენი გონებით. ბოროტი ფიქრები სიკვდილია სულისათვის. ბიბლია გვეუბნება იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც მტრული გონება აქვთ, რომელთა გონებაც დაბრმავებულია. წმინდა წერილში ვკითხულობთ უკუღმართი გონების, დაეჭვებული გონების, ხორციელი გონების შესახებ, ასევე მერყევი ან ორჭოფი გონების შესახებ. ზოგმა საკუთარი გონება ნარკოტიკებით დააზიანა. ბიბლია კი გვპირდება, რომ შეგვიძლია გარდავიქმნათ ჩვენი გონების განახლებით. შესაძლებელია, რომ თქვენი გონება დღესვე გარდაიქმნას. შესაძლებელია, რომ დღეს განიახლოთ იგი. ამისათვის დაემორჩილეთ ქრისტეს და ღვთის მშვიდობა დაიფარავს თქვენს გონებას. უფალი ნამდვილად მოგიწოდებთ იმისკენ, რომ გონება შეიცვალოთ. ის არ გთხოვთ გულის შეცვლას. ის გთხოვთ გონების შეცვლას. ამას მონანიება ეწოდება. შეიცვალეთ გონება და უფალი თავად შეცვლის თქვენს გულს. შეიცვალეთ გონება და უფალი განგაახლებთ. ხელახლაშობილი ადამიანი გახდებით. ამ საქმეს კი სული წმინდა აღასრულებს. მოციქულთა საქმეების 26 თავში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ქრისტესკენ მოქცევის შემდგომ ადამიანები იცვლიდნენ გონებას. ის შეიცვლება კიდეც, როდესაც გონებას დაიმდაბლებთ, როდესაც გონებას მოამზადებთ და მოისურვებთ, რომ მთელი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნათ.